24 დღის განმავლობაში ხალხო ადამიანები არიან შიმშილის ზღვარზე მისულები. ირიან დედები რომ ბავშვებთან პური ვერ მიაქვს. და ძალიან ძიმია ჩემთვის და ალბათ ყველა ადამიანისთვის როცა ადირებულ დედას ხედავ და შეგანითხო შენას. ითხოვს რომ მისცე იმის საშუალება შვილები დააბუროს. აი მართლა რომ რაღაც უბედურება მოხდება შიმშილის გამო ან რაღაც მსგავსი პრობლემების გამო, აი მერე გამოიფხიზლებენ და აი ამხელა განგაშის ზარს ვცემთ უკვე ჭიათურაში, ზესტაფონში, თბილისში ჩამოვედით და აი თითქოს არც არაფერიო ესე უბრალოდ ატარებენ, აი თვლიან ადამიანების რაოდენობას, რამდენი შეიძლება მოვიდეს აქციაზე. ეს არის ძალიან ცუდი და სამომავლო გეგმებისთვის იქნება გასათვალისწინებელი და გადასახედები მომავალში მთავრობასთან ურთიერთობის. მთელი ჩემი სანათისაო მაღაროშია დასაქმებული, რა თქმა უნდა, ყველა ჭიათურაში მეტი სამსახური არ არსებობს ფაქტიურად და არც არაფერი პერსპექტივა არ აქვს, არც ბავშვებს მომავალი ფაქტიურად მაღარომ თუ არ იმუშავა, ეს ბავშვები და მაღაზიები, ანუ ყველაფერი დაიხურება, იმიტომ რომ სხვა შემოსავალი ფაქტიურად არ არსებობს. ყველამ უნდა გააცნობიერეს, რომ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ მაღაროელების, აქ საუბარი არის მთლიანად რეგიონის პრობლემაზე და ქალაქის ყდომაზე. ჩვენ უყურებთ პირდაპირ ეთერში ქალაქის სიკვდილს, ხალხისგან დაცარიელებას და ის ეკონომიკური პრობლემები, რაც არ ახალია და არ დაწყებულა ეხლა, ეს მუდმივად გაგრძელდება თუ სოლიდური არ იქნება ხალხი ამ პროტესტის მიმართ. ახალგაზრდები უმეტესობა ესე ვართ რა, მაგ ვართ დასაქმებული და მაგ კომპანიაზე ვართ ჩამოკიდებული და აგენ კიდე ყოველ წელს წელი არ გავა და წელი კი არა თვეც არ გადის რომ ქუჩაში არ დაგვაყენოს და აი ესე ვართ უყურადღებოთ რა. არ უნდა გჭირდებოდეს ჭიათურა უბრალოდ ისეთი მდიდარი ქალაქი უნდა იყოს რომ არ უნდა გჭირდებოდეს არც აქ ჩამოსვლა, უნდა მუშაობდეთ და ვიყოთ რა ნორმალურად ყველა ჭიათურელი. ჩამოვედით აქ მაგის გამო რომ მოგვაქციოს მთავრობამ ყურადღება რაღაც ელემენტარული ყურადღება გამოიჩინოს და ჩაერთოს და აი ეს ხალხი ესე მარტივად არ უნდა გაუშვას ეს კომპანიის წარმომადგენლები ვინც არიან რა. ყველამ უნდა აგოს პასუხი აი ხალხის ასეთი ჩაყრისთვის და რა დღეშიც ვართ. მომით ვარ ჩვენს ოჯახს. და შეგვიწყდეს ხალხს უკვე მესამე თვე არის უკვე რა. მესამე თვე არის. იანვარი, თებერვალი, მარტი უკვე ილევა აგერა და არ გვაძლევენ ჩვენ ხელფას, უთმის ხელფას, ჯერ 100% და მე მოვიკლეს და 60%-ს რაქვე აღარ გვაძლევენ. სოლიდარობა მაღაროელებს! ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა მთავრობამ უნდა შეგვხვდეს, კომპანიამ ჯორჯიან მანგანეზმა უნდა დატოვოს ჭიათურა, გადაიბაროს მთავრობა მისი პასუხისმგებლობა და ამის შემდეგ დავსვდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და რა არის გამოსავალი გზები და სამოქმედო გეგმები შეგვიძლია რომ გავიაროთ მათთან ერთად თუ ამის სურვილი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება აუცილებლად ვრჩებით აქაც პროტესტი გრძელდება ჭიათურაში და არ მივცემთ არავის იმის თავისუფლებას და მოსვენებას რომ აი ჭიათურაში ხალხი შიმშილობდეს, იყოს შიმშილის ზღვარზე მთელი ქალაქი და უბრალოდ აქ ვიღაცებს და მთავრობის წარმომადგენლებს და კომპანიის ხელმძღვანელებს კომფორტულად კაბინეტებში ისხდნენ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს.